კახეთის სამორჩეველთან შეხვედრებს ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი განაგრძობს შალვა ნათელაშვილი. ამჯერად ბანკის ხეობის მოსახლეობას ხდება მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ის სამორჩეველს უფასო განათლებასა და ჯანდაცვას პირდება. ნათელაშვილი დღეს ასევე უცხოელებზე გაყიდული მიწების უკან დაბრუნების თემასაც შეეხო. ნათელაშვილი მოგვიანებით საარჩევნო პროგრამას თელავის რაიონის სოფლების ამორჩეველებსაც გააცნობს. ნათელაშვილს იმუქთო უჭერთ ხარც რომ ის სამართლიანი კაცია. მე ადრიდანვე ვიცი შალვას ყველაფერი. მე თვითონ თიული ვარ შალვას. მაგრამ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ გაზეთებსა და ტელევიზიის გადაცემებსაც. სამართლიანი კაცია. ჩემი წინა საარჩევნო დაპირებები კი არა, ჩემი წინა საარჩევნო ვალდებულებებია. ის რომ არ იქნება ქვეყანაში დაუცველი, გაჭირვებული, უპატრონო, არ იქნება ყაჩაღობა და ფულის მოთხოვნა განათლების სისტემაში, მათ შორის უმაღლესი დაწესებულებების რანგში სტუდენტების მიმართ და არ იქნება ვაჭრობა, სიცოცხლის შენარჩუნება, აი მომცემ ფულს გაიკეთებ ოპერაციას, არა და მოკვდე. ეს ყველაფერი დამთავრდება.